Შულთან პირველი ინტერვიუ ჩვენ ცოტა ხნის წინ ჩავწერეთ. ბიზნესმენი ადასტურებს იმას, რომ ფინანსურ პოლიციაში გასულ ღამეს პირველად დაიბარეს გამოკითხვაზე და გამოძიების ინტერესის საგანი იყო 2023 წელს ჯანდაცვის სამინისტროსთან დადებული ხელშეკრულება, სატენდერო პირობები, რომელიც ნაწილობრივ შეიძლება ითქვას, რომ ჩაიშალა. ყოველ შემთხვევაში 100 სასწრაფო ავტომობილიდან, რომელიც უსტიაშვილის კომპანიას GT ჯგუფს უნდა გადაეცა ჯანდაცვის სამინისტროსთვის, აქედან მხოლოდ 54 ერთეული ჩაიბარეს. 5 მილიონ ევროზე მეტის ღირებულების ავტომობილების ჩაბარებაზე კი უარი განაცხადეს. ამ შემთხვევაში აღმოჩნდა, რომ ამ კომპანიისთვის გაუგებარი იყო ის მიზეზები, რაც ჯანდაცვის სამინისტრომ დაასახელა, სწორედ ამიტომ ისინი დაახლოებით 2 წლის განმავლობაში ცდილობდნენ, რომ შიდა კომუნიკაციით აღმოეპყრათ ეს პრობლემა, თუმცა ამის შემდეგ უკვე წავიდნენ სასამართლოში და ახლა სამოქალაქო დავა სწორედ GT ჯგუფს და ჯანდაცვის სამინისტროს შორის მიმდინარეობს. თუმცა ამ სამოქალაქო დავის პარალელურად დაიწყო ფინანსურ პოლიციაში გამოძიება. ჯერჯერობით უცნობია რა მუხლით, თუმცა ფაქტია, რომ ამ საქმეზე უკვე მიცემული აქვს ბიზნესმენს ჩვენება და სავარაუდოდ ძალიან საინტერესო იქნება, როგორ განვითარდება მოვლენები. ახლა ჯანდაცვის სამინისტროს იმ ყოფილი მაღალჩინოსნების თუ მოქმედის წინააღმდეგ, ვინც სწორედ აი ამ სატენდერო ხელშეკრულების შესრულებაში იყო ჩართული და აქტიურად იღებდა მონაწილეობას, სწორედ ეს არის ახლა მთავარი კითხვა. სასარჩელო მოთხოვნა არის ის, რომ არა მხოლოდ აღნიშნული ავტომობილები ჩაიბარონ 54 ერთეული, არამედ ის თანხა, რომელიც ბანკიდან გარანტიის სახით გაიტანა ჯანდაცვის სამინისტრომ და საუბარი არის საკმაოდ დიდი ოდენობის თანხაზე 515,000 ევროზე, ასევე დაბრუნდეს. ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ ახლა ბიზნესმენის განმარტება, რომელიც წინა წლებში არა მხოლოდ ჯანდაცვის სამინისტროსთან, არამედ თბილისის მერიასთანაც აქტიურად თანამშრომლობდა და მას არაერთი მრავალმილიონიანი ტენდერი აქვს მოგებული. ეს ერთ-ერთი ტენდერი, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მივაწოდეთ ჩვენ მანქანები, ნაწილი მიიღეს, ნაწილი არ მიიღეს, რაზეც სამოქალაქო დავა გვაქვს, უკვე დიდი ხანია ჩვენ ჯანდაცვის სამინისტროსთან. გუშინ ჰქონდათ კითხვები და მოიღეს დოკუმენტაცია, არანაირი ჭხრეკა არ ჩატარებულა, ჩვენ თვითონ მივეცით, ანუ მოვიდნენ დოკუმენტების ამოსაღებად და მივაწოდეთ ყველა ის დოკუმენტები კანონის შესაბამისად, რაც მოითხოვეს. ერთ-ერთ შეხედას ეხება, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ ნაწილი მანქანების მიიღო და ნაწილი მეორე ნაწილი აღარ მიიღო. ამის გამო მე ავდექით და მივმართეთ, რომ ამოვწურეთ ფაქტიურად ჩვენ წერილობით ჩვენი შესაძლებლობები, მივმართეთ სასამართლოს და სამოქალაქო დავა გვაქვს. რა პერიოდზეა საუბარი, როდის დაიწყო და რას ეხება, ანუ როდის იყო ეს შესყიდვა, როცა ნახევარი მიიღეს ახლა აი. თუ მე არ მეშლება წლები 23 წელია. 23 წელს იყო ეს შესყიდვა. თუ არ მეშლება წელი. რა რაოდენობის მანქანებს ესწავლეთ? დაახლოებით შეიძლება ეგიც ზუსტად ვერ გითხრათ, 100 მანქანაა თუ არ ვცდები. 100 მანქანა იყო ჯამურად თუ რაც დაიწუნეს და? არა, ჯამურად. მიზეზი განმარტებული რა იყო მათი? არ მოწონდათ ყოველ შემთხვევაში და ზუსტად მაგაშია ჩვენი ურთიერთ შეუთანხმებლობა. სასამართლოს შარშან ერთი ჩატარდა, გადაიდო ყოველ შემთხვევაში და ეხლა ველოდებით ახლოს. ჩვენი ვალდებულების პირნათლად შესრულება აღიარებას ვითხოვთ. თემურ უსტიაშვილს ჩვენ დღეს ვკითხეთ, გამოძიება არის თუ არა დაინტერესებული იმ სატენდერო ხელშეკრულებების პირობებით, რომელიც მისმა კომპანიამ თბილისის მერიასთან გააფორმა. უსტიაშვილი გეუბნება, რომ კითხვები ამ შემთხვევაში გამოძიებამ ფინანსურ პოლიციაში დაუსვა მხოლოდ და მხოლოდ ჯანდაცვის სამინისტროსთან გაფორმებულ ხელშეკრულებაზე, რაც შეეხება მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეს, ფინანსურ პოლიციაში ჯერჯერობით უცნობია რა მუხლით მიმდინარეობს გამოძიება, იმიტომ რომ მოწმის სახით დაკითხულ ბიზნესმენს ეს არ განუმარტეს, თუმცა ადვოკატი ჩვენ გვეუბნება, რომ ამ საქმეზე ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლების ნაწილი უკვე გამოკითხულია და არ არის ბუნებრივია გამორიცხული, რომ ახლა ფინანსური პოლიცია იძიებდეს საქმეს, სადაც ჯანდაცვის სამინისტროს ედავებიან სავარაუდოდ ფულის უკანონოდ მითვისებას. 2023 წელს, მაშინ როდესაც აღნიშნული ხელშეკრულება GT ჯგუფს და ჯანდაცვის სამინისტროს შორის გაფორმდა, ჯანდაცვის მინისტრი იყო ზურა აზარაშვილი, ამიტომ ბუნებრივია ახლა მთავარი კითხვაა გამოძიებას კითხვები ექნება თუ არა აზარაშვილთან, როგორც დღეს ჩვენ ადვოკატი გვეუბნება, მისი დაცვის ქვეშ მყოფთან ჯერჯერობით აზარაშვილთან დაკავშირებით კითხვები არ დასმულა. ავტომობილების ნაწილი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ იქნა ჩვეულებრივად მიღება ჩაბარების აქტის მიღებული და ის ექსპლუატაციაშია. ნაწილთან მიმართებაში ჰქონდათ რაღაც გარკვეული, ასე ვთქვათ, შეკითხვები, რომელიც ჩვენი მოსაზრებით იყო აბსოლუტურად ამოწურვადი საკითხი, თუმცა მოლაპარაკებით და მიწერ-მოწერით და საუბრებით ამისი ამოწურვა ვერ მოხერხდა. აქედან გამომდინარე, GT გრუპმა სარჩელით მიმართა საქალაქო სასამართლოს მითვისება GT Motors-ის მხრიდან, GT გრუპის მხრიდან ნამდვილად ვერ მოხდა.
ხდებოდა, იმიტომ რომ მანქანებიც მიწოდებულია და თანხებიც ჩვენი შეფასებით ასე ვთქვათ უკანონოდ აქვს ჩამოჭრილი ამ შემთხვევაში ადმინისტრაციულ ორგანოს, ამიტომაც წავედით თავისთავად ცხადია სასამართლოში, ამიტომ ის რომ მითვისებას სწავლობდნენ GT გრუპის მხრიდან რაიმე ჭრილში ეს გამორიცხულია, აზარასთან დაკავშირებით ერთი კითხვაც არ დაუსვამს არავის, თანამდებობით შემიძლია გითხრათ და დანარჩენ პირებთან კომუნიკაციის, დანარჩენ ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან კომუნიკაციის ნაწილში კითხვები დაისვა, თუმცა ამაზე ჩვენ გავეცით პასუხი, იმიტომ რომ აი ათობით მიმოწერა წერილი გვაქვს ჯანდაცვის სამინისტროსთან გაგზავნილი და ავხსენით რომ ეს კომუნიკაცია მიმდინარეობდა ძირითადად უკვე პასუხისგებაში მიცემულ პირებზე არის საუბარი? აი ნებისმიერ პირთან ეხა იქით ჩვენ წერდით ასე ვთქვათ ჯანდაცვის სამინისტროს GT გრუპის სახელით და აქედან გამომდინარე ხარ ვინ პირები ეცნობოდნენ და იღებდნენ გადაწყვეტილებებს ასეთ დეტალებში ჩვენ ნაწილში გამოძიება უკვე აღარ წასულა. ამიტომ შეიძლება ბატონი თემურის ჩვენება რომ გამოიყენონ. გამორიცხული ასეთი ტიპის არც გამოძიების მხრიდან არ ყოფილა რაიმე ასეთი კონკრეტიკა ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე. ჯერჯერობით მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე და ასევე სამოქალაქო დავაზე, რომელიც სასამართლოში მიმდინარეობს ჯანდაცვის სამინისტროს და GT ჯგუფს შორის განცხადება სამინისტროს არ გაუკეთებია.